მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უკავშირდება ჩვენი ფრაქციის წევრის ღვინიაშვილზე სერიოზულ ძეწობას. უნდოდათ რომ ღვინიაშვილს ხმა მიესწა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და სწორედ აქედან არის გამომდინარე, რომ დღეს უცებ საქმე აღწრეს სიბაშვილზე და არაერთი, ასე ვთქვათ, მესიჯი იყო ამასთან დაკავშირებით პირადად ღვინიაშვილთან მიმართებაში. გიორგი ღვინიაშვილი ამაზე კონკრეტულად ისაუბრებს, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიბაშვილი იყო მისი პირველი მოადგილე, შესაბამისად, მათ უნდათ ეს გამოიყენოს ზეწოლისთვის, რომ ის 9 ხმა, რომელიც აქვეა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რამენაირად გამოსტყუონ ადამიანებს და რამენაირად, ასე ვთქვათ, მიიღონ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ესე ძალიან უნდათ უმრავლესობას. და ბატონ გიორგი, რაში ის ხდება კითხვა, რაში დაჭირდათ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოძიება დაიწყოთ მის ყოფილ მოადგილეზე დაუშვათ. შეგახსენებთ იგივე ქართული ოცნებამ წინასაარჩევნოდ მას საკმაოდ მებრალდებას უყენებდა და შეეძლოთ გიორგი ღვინიაშვილს. რა ბრალდებას უყენებდა? საუბარია ჩვილის გარდაცვალების. ხო, აი ეს სხვა შორის ჩვილის გარდაცვალების ფაქტიც, ესეც შინაგან საქმეთა მინისტრის რაღაცა სხვა განცხადებები გვესმის ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხან ორ კვირაში, ხან სამ კვირაში გამოიძიებენ ამ ფაქტს. მე იმედი მაქვს, რომ დროულად გამოიძიებენ ამ ფაქტს და ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი თუ რა მოხდა არჩევნების წინაღამეს. პირდაპირ ვთქვათ, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ფაქტი გამოიყენა არჩევნების დღეს. მე ვიყრიდი კეისის რაიონში და ძალიან ბევრ უბანზე იდგა ხალხი, რომელიც პირდაპირ სკანდირებდა, რომ ბავშვის მკვლელებს ხმა არ მისცეთ. პირდაპირ სკანდირებდა უბანზე, შეიძლება თქვენც წააწყდით ესეთ ფაქტს ამ არჩევნებში მონაწილეობის დროს. რატომ მოხდა ამის გამოყენება ამ არჩევნების დღეს და რასთან ჰქონდა საქმე კონკრეტულად ამ ბავშვის ფაქტთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, დროულად უნდა გაეცეს ამას პასუხი, მაგრამ სამწუხაროდ გამოძიება რაღაცა გაჭიანურებულია და ჯერჯერობით არაფერი არ გვესმის სიახლე ამასთან დაკავშირებით.